მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, როგორ ახართ? ამოდით ნახოთ რა უნდა იცოდეთ ხვალ. ასე ვნახოთ. რა უნდა იცოდეთ ხვალ? ესე იგი, მეგობრებო, ხვალისათვის ენერგიები პასუხობენ რაღაცას უნდა დაემშვიდობო და ახალ გზას დაუთმო ენერგია. შესაძლოა დღეს ადახვალდაზე შენთვის მნიშვნელოვანი იყოს არჩევანი, გადაწყვეტილება ან სიტუაციის მიღება, რომელიც თავიდან რთული მოგეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში გზა გაგეხსნება ამ სიტუაციის ფონიდან და ამ სიტუაციიდან თქვენ რაღაცა სარგებელს მიიღებთ ან საერთოდ გადიხართ და გადადიხართ სხვა გზაზეც. უფრო პოზიტიურზე, უფრო სტაბილურ გზაზე. არავითარ შემთხვევაში არ იკამათოთ. ძალიან მძიმე ენერგიების ფონი შეიძლება შეიქმნას კამათებიდან. კამათისთვის ნუ იქნებით მზად, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ასევე ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად თქვენს გრძნობებს, ინტუიციას. ინტუიცია ძალიან სწორად მიგიძღვება. შეიძლება იყოს სიახლე ან მოულოდნელი ინფორმაცია, რომელიც დაგაფიქრებს, ასევე ყველა ვარიანტში მოდის ახალი ინფორმაციები, კარგი შეხვედრები, კარგი სუფრები, გართობის ვარიანტიც ჩანს ვარიანტი შეხვედრის, პირადი ურთიერთობის ვარიანტიც ამოდის, ჩვენთან შეხვედრები, რესტორნები, სუფრები, მით უდმეტეს, ხვალ ზეგ, დღეს ხვალ ზეგ. ასევე ძვირფასებო, ნუ შეეცდებით სხვების პრობლემების ზედმეტად ტარებას. საჭიროა ზრუნვა საკუთარ თავზე, ემოციურად და ფიზიკურად. მიენდეთ საერთოდ პროცესებს და გახსნილი იყავით იმისათვის, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ბედში, თქვენს სხეულში, თქვენს ენერგიებში. შესაძლოა ძვირფასებო რაღაცა ძველი წყინა წამოიწიოს ასევე, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალა, რომ ეს ემოციები გაანულოთ და გაანეიტრალოთ. ნუ აყვებით ემოციებს პირველ რიგში, ემოციური ფონი ჩანს ხვალისათვის თქვენთვის მძიმე ფონი. მაგრამ თუ არ აყვებით ამ ენერგიებს, აუცილებლად ყველაფერს ძალიან სწრაფად და ძალიან კარგად მოაგვარებთ. და გამოდით განდეგილიდან და გამოხვათ ნამდვილად. წარმატებები ძვირფასებო, კონფლიქტური ფონია ხვალე. ასე რომ, ნუ აყვებით ემოციებს. ნახვამდის.